ძალიან ბევრს დღესაც აქვს მოლოდინი, რომ პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აუცილებლად სისხლი უნდა წამოვიდეს. არ წამოვიდა, იწყება შიში. ჩნდება კითხვა, როგორც საკუთარ თავთან არ ვიყავი ქალიშვილი, ასევე პარტნიორის მხრიდან არ ხარ ქალიშვილი. პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სისხლის არსებობა არ არის ქალიშვილობის მტკიცებულება. საქალწულე აპკი ყველა ქალს განსხვავებული აქვს. ის არის ლორწოვანი სნაოჭი, ზოგჯერ შესაძლებელი არის იყოს თხელი და ელასტიური, ზოგჯერ კი მცირე ზომის, ან საერთოდ არ ქონდეს ქალს დაბადებიდან. ასეთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის აპკებს შეღწევის დროს შეიძლება საერთოდ არ აღხდეს სისხლდენა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ეხლა მეორე ძალიან ხშირი პრობლემა. ტკივილი და ხშირად დასმული შეკითხვები. ვერ ვამყარებ სქესობრივ კონტაქტს. მივხვდი, რომ რაღაც კარგად არ არის. ამ შეკითხვით ბევრი ახალგაზრდა წყვილი მომმართავს. ასეთ დროს ტკივილის მიზეზი ან ვაგინიზმია, ან არასწორად მომზადებული პირველი სქესობრივი გამოცდილება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი ზოგჯერ იმდენად სქელია ან მჭიდროა, რომ უბრალოდ ვერ ხერხდება სქესობრივი კონტაქტის დამყარება. ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი გამოსავალი. ზოგჯერ საკმარისია დრო და სწორი მომზადება, ზოგჯერ კი საჭირო ხდება მცირე ოპერაციული ჩარევა, ჰიმენოტომია. ჰიმენოტომია არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც კეთდება როგორც ადგილობრივი, ასევე ინტრავენური galupტკივარებით. გინეკოლოგი ლოკალურად შლის იმ ბარიერს, რომელიც იწვევს ტკივილს და ხელს უშლის სექსს. ბევრი წყვილი ამ პრობლემას არ აჟღერებს, ვინაიდან თვლის, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მათ აწუხებს. თუმცა ეს არასწორია და აუცილებელი არის სპეციალისტთან დროული კომუნიკაცია.